მას შემდეგ რაც ამოქმედდა ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესი და წინააღმდეგობის გარეშე მიიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ თემას აქტიურად ეხმიანებიან როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, კონკრეტულად დაკავებების ნაწილში, მოქალაქეთა დაკავებების ნაწილში ადმინისტრაციული წესით და მათ შორის დღეს 23 ოქტომბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ცალსახაა, რომ ამ კანონების ცვლილებების მთავარი მიზნებია გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად მოსპოვაც კი მოქალაქეების დაშინება და იძულება თავის შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან თვით ცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში, ასევე აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა და ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება. პროცესს აკურდებოდნენ ბუნებრივია ეს უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიუთითებენ, რომ აღნიშნული პრაქტიკა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აშკარა გახდა, მათ შორის მოქალაქეების გაჩერება იდენტიფიცირების მიზნით, ხშირად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების მიერ, რომლებიც ამბობენ, რომ არიან შინაგანსაკმარის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის ამასაც უსვამს ხაზს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით, ან და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე აკავებენ და გადაყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე შინაგანსაკმარის სამინისტრო ინფორმაციას პირის ადგილსამყოფელი შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის, შესაბამისად უფლებადაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს არის პრობლემა, რადგან როგორც ამბობენ, ხშირად სასამართლოსაც კი აქვს ფორმალური ხასიათი, ანუ პროცესი ტარდება, თუმცა მხარეების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ შინაგანსაკმარის სამინისტროს წარმომადგენელი არის ჩართული ამ პროცესში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატებსაც კი არ ეძლებათ საშუალება, რომ დაიცვან კონკრეტული მოქალაქე და დაიცვან მისი ინტერესებიც. ასევე პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე. ასეთი შემთხვევები არაერთი ახსოვს საზოგადოებას და არაერთხელ დაიწერა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში. მათ შორის ერთ-ერთი იყო პროტესტში აქტიურად ჩართული ერთ-ერთი ქალბატონი, აზად შილაჩავა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომელიც გუშინ სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მაინც სცნო. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ კანონების მიღება არის რეპრესიული ხასიათის და კიდევ ერთ ფაქტორს უსვამენ ხაზს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს, როგორც ისინი ამბობენ, განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ და ჩამოთვლილია აქ კონკრეტული მოსამართლეები, მათ შორის არიან ზვიად ცეკოვა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სწორედ მათ დაეწერათ ამ საქმეების განხილვა. დღესვე რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 25 წლის აქტივისტი ნინი ნაჭყებია გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობისგან, გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე მანუნო ჩარცაცუამ იმის გამო, რომ შინაგანსაკმარის სამინისტროს არ ჰქონდა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად მართლა კეტავდა თუ არა გზას ხელოვნურად ნინი ნაჭყებია 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, მაშინ როდესაც როგორც შინაგანსაკმარის სამინისტრო აცხადებს დააკავეს 20-მდე პირი, თუმცა განსხვავებული მონაცემები აქვს სამოქალაქო აქტივისტებს და ამის შესახებაც აქტიურად იწერება სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება კიდევ ერთ განცხადებას, რომელსაც ავრცელებს კიდევ ერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრზე არის ამ შემთხვევაში საუბარი და ეს საქმე ეხება კონკრეტულად ავგან სადიგოვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას, რომელსაც მოსამართლე ზვიად ცეკოვამ 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გუშინ თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წევრი, აქტიურად წერდა საღამოს განმავლობაში, რომ პროტესტზე გასვლისას სახელმწიფოებრივი სახლიდან მასთან გაწყდა კონტაქტი ავგან სადიგოვთან და ოჯახისთვისაც შეუძლებელი იყო მასთან დაკავშირება. შესაბამისად, უფლებადამცველ ორგანიზაციას ეჭვი ჰქონდა ხომ არ იყო გატაცებული ავგან სადიგოვი, როგორც ეს მოხდა ავგან მუხთარლის შემთხვევაში. ეს შემთხვევაც გაიხსენა თამთა მიქელაძემ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. როგორც აღმოჩნდა, მოგვიანებით შინაგანსაკმარის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ავგან სადიგოვი არის დაკავებული და მას კონკრეტულად ედავებოდნენ 18 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეთვა საკანონმდებლო ორგანოსთან. ავგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე საათი ყავთ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორტილი. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის და გასაუბრების საშუალება.
ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგანსაკუთრების სამინისტროს თანამშრომლებამ მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეო მასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებენ გზის გათავისუფლებისკენ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს 18 ოქტომბრიდან უკვე, თუმცა ეს შეტყობინება იყო ქართულ ენაზე გავრცელებული და უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ავგან სადიგოს არ ესმის ქართული ენა, შესაბამისად ეს ვერ ჩაითვლება სამართლიან მტკიცებულებად და ამიტომაც მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არც კი გაითვალისწინა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდერი. არაერთი სფეროს წარმომადგენელი დააკავეს რუსთაველის გამზირზე 22 ოქტომბერს გამართული დემონსტრაციის ფარგლებში. მათ შორის არის ასევე ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია და მათ შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა ნოემბრის თვეში და რამდენიმე კვირის განმავლობაში ის იყო უკანონო პატიმრობაში საოკუპაციო ძალების მიერ. ამიდან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი აქვეყნებს Facebook პლატფორმაზე მხარდამჭერ განცხადებას და მოითხოვს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა არაერთხელ დაუმტკიცა ხალხსა და ქვეყანას თავისი პროფესიონალიზმი, ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფა, წერს ამირან გამყრელიძე და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ აქტორებს, რომ დაждდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და სწორედ სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები განიხილონ ერთობლივად. მისი მტკიცებით, ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიღებებს დასწრენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ, რაც მალე ჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვაჟა გაფრინდაშვილს ასევე უცხადებს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული რამდენიმე კვირის წინ. ის აპატიმრო გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ასევე დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის 2 წევრი, მათი 2 თანამებრძოლი ლადო ჯახუა და თორნიკე კაკალაძე. პოლიციამ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა და დაკავებულთა შორის არიან ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემის წიგნების თაროს მონაწილეები, ნეკა ნათელაშვილი და ნუკრი კაკულია, მათ სოლიდარობას და გათავისუფლებას მოითხოვს ასევე შინაგანსაკუთრების სამინისტრო, რადგან ერთ-ერთი აყვანილია ტროტუარიდან რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში და ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ასევე საგანგებო განცხადებას აუცილებს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო, ოპოზიციური პარტია და ეხმიანება დაკავებების სერიას ამ რეჟიმა პოლიტიკურ ოპონენტებსა და საპროტესტო საზოგადოების წესების გარეშე ბრძოლა გამოუცხადა და ადამიანებისთვის კონსტიტუციური უფლების შელახვის და ძალადობის გზით ცდილობს თავისუფალი აზრის ჩახშობას, წერს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო და ამ განცხადებას აქვეყნებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და ასევე უცხადებს სოლიდარობას და უსურვებს თავისუფლებას ყველა იმ პირს, რომელიც დააკავეს დემონსტრაციების ფარგლებში. და ბუნებრივია ამ განცხადებებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ასევე ოპოზიციური პარტიების და 22 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ პროცესებს ეხმიანება ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე. ის ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში პირველად, როგორც ამბობს, რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს გზის გადაკეტვა რუსთაველის გამზირზე. მე გეტყვით, რომ 28 ნოემბრიდან გასული წლის 328 დღის განმავლობაში ყოველდღიურად იკეტებოდა განურჩევად კვირის დღეებისა და განურჩევად მეტეოროლოგიური პირობებისა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან არსებული გზა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩამოიშალოს ქვეყანაში და ის დასძენს, რომ არ შეიძლება 50 რადიკალი ძალადობდეს 3.700.000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ, როგორც ის ამბობს, ამოქმედდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და მომდევნო დღეებშიც ხელისუფლებას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოდუნდეს და აპირებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ხელისუფლება, რომ გააგრძელოს ბრძოლა რადიკალიზმის წინააღმდეგ. მისი თქმით, პროტესტი არის დამარცხებული და ის გარედან ფინანსდებოდა რადიკალების მხარდასაჭერად. ასეთი არის შეფასებები 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.